What's up YouTube, what's up brothers? Salami ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, დღეს მაგარი ისეთ შეკითხვა მოვიდა დაირექტში და გადავწყვიტე რომ მაგის ეს იყო იმენა იდეალური იდეა ვფიქრობდი. რამე ახალი რა ჩამეწერა და დღეს ერთ-ერთმა გამომწერმა ძალიან კაი შეკითხვა დამისვა ის რომ გიო შენს პრაქტიკაში, შენს გამოცდილებაში ყველაზე კაი პეპტაიდები რა იქნება მასის მომატებისთვის, იმიტომ რომ პეპტაიდებზე მაქვს ჩაწერილი ვიდეო გამოშვებისთვის და შესაბამისად მაგას შევეხები. თან იყო იქ საინტერესო ის დაყოლებული კიდე შეკითხვაში, რომ ეხლა გიო ძალიან ცვეთშია პეპტაიდები და მაგაზე რა სიტყვი რომ ფაქტიოდ რაც ზოგადად ყოველი მეორე ყიდის მაგებს ახსნი ზოგადად ხარისხზე და კიდე მაგ მრავალ რაღაც საინტერესო თემებს შევეხები. ბიჭები, თუ მივასაუბარი ფაქტიურად მომატებაზე, თქვენ ხდებოდეთ ერთ რაღაცას. ზოგადად old school-ზე თუ მივასაუბარი old school რაღაც ვარიანტებს შევეხებით, რა ვიცი, შვარცის თქვათ და ასე შემდეგ ეპოქას, ყოველთვის იყო როგორი თემა, რომ მეთანი მაგალითად თუ მივასაუბარი, ეგ არის უეჭველი მასაზე და აი რაღაცა და რაღაცა რა. ხაზგასმით მომობ disclaimer-ს, რომ რეკომენდაციის არავის არ არის ჩემი ვიდეოები, просто ვლაპარაკობ გათვითცნობიერების მიზნით. რადგან ერთი 15-18 წელი ყოველთვის მე თვითონ გინდა არ გინდა რაღაც ვარიანტებში გამოვიყენებ. ახსნი როგორ მექანიზმს, განსხვავება საერთოდ მეთანის ტურიკის შორის ის არის, რომ მოლეკულაში არის განსხვავება ის, რომ ის არომატიზირდება, არ არომატიზირდება უბრალოდ ტურიკი და მეთანი არომატიზირდება, ანუ გადადის ფაქტიურად შესაბამისად და ეწევა ესტრადიოლს. ესტრადიოლი ლოგიკური რომ ცოტა აშუპებს, აკავებს წყალს და ასე შემდეგ. მაგრამ ვიტყოდი როგორ სიტუაციას, რომ ვითომ ხაი ბინძური და რაღაცა რამდენი შეკითხვა მოდის, აი ღვიძლზე ხარ მომივარა, მე ღვიძლზე ხარ მომივარა, მე ღვიძლი ბიჭებო ვიცოდეთ რომ აი უმეტეს 80-90% ხალხს გაქვთ ბრონირებული, ანუ შეუძლებელია შესაბამისად რომ რაღაცა გარკვეული 2 თვე, 3 თვე ციკლით, აი გინდა ძალიან დიდი დოზებით. ხალხი მოდიან ჩემთან პროფესიონალი სპორტსმენები, რომლებიც ოქსიმეთონს სვავენ მიახლოებით 300-350 მგ-ს 2 თვე ნახევრის განმავლობაში. ეგ არის პიზდეც ბევრი. და LTS-ები აქვს მიახლოებით 150. და მოდიან ჩემთან ხალხი, რომლებიც იღებენ დღეში ორაპ, მაგალითად ორაპს ტურინაბოს, დათრეულს მაგალითად სამე ამერიკაში, როგორია თუ USA-ში ყველაზე საუკეთესო ფარმარი და ყველაფერი მან ძალიან მაგარია, მან ბეჭდიან ძალიან ლამაზ სტიკერებს და ძალიან მაგარ აკეთებენ კოლოფებს და ძალიან მაგარი ლამაზი საიტები აქვს და მაგით ხალხს გონია რომ იქ არის ხარისხიანი ზეთი თვითონ ნივთიერება რა. მინახია სიტუაციები რომ ადამიანი პროსტა ელემენტალურად გამოიყენებს რაღაცა გარკვეულ ფარმაკოლოგიას და LTS-ები აქვს მიახლოებით 500, 600, 700. ამიტომ ღვიძლის ფერმენტები ყოველს აქვს ძალიან ინდივიდუალური. თუ მივასაუბარი ღვიძლის დაზიანებაზე, ყველაფერი ჩანს უფრო ვიტყოდი MRT-ზე, ეხოსკოპიაზე. ამიტომ რაც შეეხება მე ღვიძლის ვარიანტს, ძალიან ტყუილად ზამარო ჩიკის ვარიანტში არის მოდებული ეს, რომ აი ღვიძლი და ასე შემდეგ რა და შესაბამისად ისეთი თემა არის, რომ ნებისმიერ რაღაც გარკვეული დაჟე თუ შევეხებით არას თქვი ხა მეთანს, იყო რაღაც ინფორმაციები, რომ მისტერ ოლიმპიაზე აი 70-იანები, 75-80-იანებში დაჟე მეთანის ჰქონდა. ანუ მაინც ყოველთვის იქნება ლიმიტირებული რამოდენიმე ფაქტორი. ენერგიის, პირველ რიგში ენერგიის გასავალი, შემოსავალი, ანუ შესაბამისად კალორიზი in კალორის out, ეგ არის პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, ადამიანი გენეტიკურად არის მიდრეკილი თუ არა წყლის შეკავებისკენ, აი ზოგს აი ელემენტარული თქვათ, დარღვევითან ელემენტარული თქვათ, აი 2-3 გრამი მარილის თქვათ ჭარბი მიღებისას თქვათ არამე თქვათ ბურგერი ჭამ ადამიანთან ეგრევე შუქდება რა. ეგ აქვს ყოველს ძალიან ინდივიდუალური და კიდე ანალოგიურად არის ერთი ნიუანსი რა. როგორი მეტაბოლური პროცესები აქვს და როგორ მაგის მუშაობს მაგის ფარისებული ჯირკვალი. ფარისებული ჯირკვალი საქართველოს ყოველს იმენა კიდია ყოველ ახსენებს მაინც მარტო ტესტოსტერონი და ბოლო ხანებში წავიდა საუბარი რაღაც ქალურ ჯგუფზე რა. ამიტომ ისეთი თემა არის ფაქტიურად რომ ყოველთვის ჯერ თუ მივასაუბარი მომატებაზე და კლებაზე ყოველთვის არის პირველში კალორიების დეფიციტი, პროფიციტი. მელიჩნად აი ყველაზე ისეთ ვარიანტში აი მიმაჩნია ყველაზე ის ვარიანტში აი ყველაზე უაზრობა წონის მომატება MK 677-ის გარეშე. იმიტომ რომ პირველ ლიმიტირებული წონის მომატებაში არის ის, რომ შენში უბრალოდ კალორიები ვეღარ შემოდის. აი რო აქ რო ნაყრდები რა. მელიჩნად ახლა სულ უბერავ სტაბილურად 3000-3200 კალორიას მიახლოებით უხეშად. და ეგ მაგმა ყოფილებს. ეგ არის ჩემი ნორმა, მიახლოებით 2.5-3 მგ რეტასთან ერთად. მაგრამ მქონია შემთხვევები, რომ დამირღვევია თქვათ, აი მიჭამია ძალიან ბევრი ზეფირით კბილეული, აი რაღაცა ვარიანტში რეფიდი მეც მომიწყვია 2 თვეში 3 თვეში ერთხელ მეც მინდება ხოლმე რა. და აი აქ რო გაწევს იმედა გული რო გერევა და რო ვეღარ ვჭამ. აი ხალხი არის რომ მაგაზე სისტემატურად თუ იღებენ მიახლოებით 3500-4000 კალორიას, მეც ვეღარ ჭამენ. და მაგ ბაგს ტეხავს MK. და ეხლა ახსნი კიდე რაღაც გარკვეულ ნიუანსებს. სამი პოპულარული შეკითხვა რაც შემოდის MK-ზე 2-3. პირველი ის, რომ MK ღვიძლს დამიშლის ან ასე შემდეგ, ეგ არის ერთი.
ემკისაგან შედეგი ვაფშე ვერ იგრძენი, რავი, თითქოს არაფერი არ იყო. და მესამე ალბათ ის, რომ ემკას უნდა გავარებებ თავს, მერე რა მოხდება. აიხსნით როგორ სიტუაციას. არის ეგზოგენური რაღაც გარკვეული პრეპარატები და ეგზოგენური სისტემა, რაღაც რაც შეგვიძლია რომ ჩვენში შევიყვანოთ და არის ენდოგენური სისტემა. ენდოგენული არის ის, როგორც ჩვენ შეგვიძლია რაღაც გარკვეული ნიუტრიენტებით, მაგის შესაბამისად სიგნალური გზებით, რაღაცა გარკვეულად ჯირკვლებზე ვიმოქმედოთ, დავასტიმულიროთ ჩვენი ენდოგენული ჯირკვლები, რომ რაღაცა ნორმალური ფონი მოხდეს ამაღლების, როგორც იქნება თქვა, გინდათ ტესტოსტერონის, გინდათ თქვა TSH-ის დაწევის და ტესამის შესაბამისად თავისუფლის უფრო კონვერსია. ასევე არის თქვა რაღაცა ვარიანტში ზრდის ჰორმონის სტიმულატორები რაც არის. ეგენი ყველაფერი მაინც და მაინც მიდის ეგ უფრო გიპოფისთან, ჯირკვალთან. მაგის ხდება შესაბამისად აი სტიმულაციაზე არის ვაფშე ყველაფერი რა და. ამიტომ ისეთი თემა არის რომ გინდათ თქვა რომ მეკითხებიან თქვა აი მე რო თქვა კლომიდის ან ენკლომიდის თქვა ან კისპეპტინი 10-ის ციკლს რომ მოვჩე მე რა იქნება და არაფერიც არ იქნება. იქნება ის რომ რაც შენ გენეტიკამ და რაც შენ ბუნებამ თქვა მოგცა რომ უნდა ქონდეს ტესტოსტერონი უხეშად თქვა 30-ისას 35-ისას ის გექნება შენ. ანუ თქვა შენ თუ იღებ მაგას და მე გგონია რომ 3 და 4 თვეს უმაღალი გექნება ტესტოსტერონი ვერ გექნება. გერ ფიზიოლოგიურად 30 წელზე ზევით მიახლოებით რა ვიცი 0.5-დან 1.5-მდე იკლებს ტესტი. ეგ არის ფიზიოლოგიური პროცესი ბიჭები. სამუდამო ვაფშე არაფერი არის. სიცოცხლე ცოდვისღაც ყოველას ისრულდება და უბრალოდ რაღაც ასაკში შევდივართ, ყველა ისჩევს გზას თვითონ. თუ უნდა არანორმალური რეჟიმი ცხოვრების, როგორც მიახლოებით მაქვს მე, ივარჯიშოს კვირაში 5-ჯერ, 6-ჯერ პახულ მეორე იმუშაოს და რაღაცა, უფრო ისჩევს ეგზოგენურ ხარეს. თუ თქვა უფრო ეგ არ უნდა და უნდა რომ რაღაცა ვარიანტი იყოს თქვა თავის ჰორმონალურ სისტემაზე, ის შესაბამისად ფიქრობს თქვა არამე ბუნებრივი ზრდის ჰორმონის სტიმულატორებზე, როგორც არის თქვა პეპტაიდები, იბუტამორენი, თუ ისაც თქვა უნდა ტესტოსტერონი, სერმსები, ან სარმები არა, სერმსები რა. შესაბამისად მაგ კუთხით ზოგს რავი გიპოფიზი მაგრად აქვს აქტიურებული ძალიან ბევრი ბიჭები მომდენ ჩემთვის CLH-FSH მაღალი აქვს მაგრამ ტესტი აქვს შუაზღვართან ეგ იმას ნიშნავს რომ გიპოფიზი ჯიგრულად არის დასტიმულიზირებული აზრს ხუშიანად სიგნალს კაკლებს რა მაგრამ კაკლებში პრობლემა მათ გონადო გვინდა ბევრი და მაგის საიტესო სქემები ამიტომ იგივე სწორედ ემკაზე ემკას უცა უბერავთ და ილუზიებით მოვიცავთ ჩვენ თავს და ყველა ადამიანს რატომღაც მეც მქონდა ეგ წლების წინ ფაქტობრივად რაღაც ამბიცია გონია შენი თავი რაღაცით განსაკუთრებული და რაღაც არა ჩვეულებრივი ვართ ყველა ერთმანეთს ძალიან მგევართ და არის ის ფაქტიურად რომ ყველა ადამიანს უფრო მეტწილად ალბათ ვიტყოდი რომ უმეტესი აქ ძალიან ბევრი ბაგი მე არ მინახია ეს სრულიად აწყობილი ადამიანი თქვა ბიოლოგიურად აი მოსულ ანალიზები ჩაუბარები ყველაფერი ქონდეს იდეოლოგიურად არა 90-95% ყველა ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული თავის ბაგი რა და ნუ მოვიტყუებთ თავს 25-26-27 წლის ზევით ჩვენ გვექნება მაღალი ზრდის ჰორმონი. ზრდის ჰორმონი ვერ გვექნება მაღალი. ანუ ეგ ასაკთან შედარებით ტესტოსტერონზე უფრო აქტიურად უფრო მალევე ესე შეიძლება ენდოგენული ითიშება. მაგას უფრო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უფრო ქვევით წლებიდან რა. აი ბიჭი ყავს 11 წლის თითქმის ჩაუბარეთ ტესტოსტერონი და ტესტოსტერონი ჯერ არ აქვს. იმიტომ რომ ჯერ ჩამოყალიბების პროცესში არის, მაგრამ აქვს ბევრი ზრდის ჰორმონი. მაგ ჰორმონის ფონზე იზრდება, ყალიბდება ძვლები, პრესები და ყველაფერი. ამიტომ ასაკში შევდივართ პირველ რიგში ზრდის ჰორმონი უფრო დაქვეითდება. ამიტომ ემკას უცო ვიღებთ პირველ რიგში ემკა ღვიძლს ვაფშე მე არ მინახია არც ერთი ანალიზი. ერთი 5-6 მაგარი ძმაკაცი ყავს და მაგარი ბრომ ყავს, ვინც ძალიან ჩახედილია უცხოელები, ვინც სისტემატურად ყოველივე ორ კვირაში ერთხელ ანალიზებს აბარებენ რა. იბუტამორენი ჩემი ძმაკაცი სვავდა მიახლოებით 35-40 მგ-ს ყოველ დღე მადის პონჩი 2 კვირის განმავლობაში ჰაილ ტესტი როგორც ქონდა მიახლოებით 30-35 რო გადააბარა ისევ იგივე ქონდა ანუ ღვიძლზე ემკა ვაფშე არ მუშაობს რაც შეეხება თქვა სტიმულაციას თქვა ზრდის ჰორმონის ეგეც ინდივიდუალურია, რადგან ეგ ნივთიერება უფრო მოქმედებს შესაბამისად გიპოფიზიც აქვს ყოველას ძალიან გრძნობიარე. ვიღაცას თქვათ, რომ ზრდის ჰორმონი გაიზრდება თქვათ ემკისაგან მიახლოებით, რა ვიცი, რეფერალ თქვათ აუა მაღლა, თქვათ უხეშად გაიზრდება 100% თქვათ 10-15 მგ-ისგან. შესაძლებელია გიორგიმ თქვათ, კიკონიშვილმა დალიოს იგივენად 10-15 მგ და მაგას ვერ გაიზარდოს ეგ, იმიტომ რომ ეგეც არის ინდივიდუალური ძალიან. მე უფრო განვიხილო ყოველთვის ემკას, როგორც უფრო მადის რაღაცა შესაბამისად ჰაკი, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენ თქვა კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ მაგალითად თქვა, ან მძიმე ვარჯიშის წინა დღეს, საღამოს ბოლოჭამის წინ თქვა, მივიღოთ 10-15 მგ, მადას ხოშიანად გაზდის და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რომ ხოშიანად ჩავიტვირთოთ, შევჭამოთ, ვისაც როგორ აქვს პრიორიტეტი, ვიღაცას თქვა ბევრი ნახშირწყალი, ვიღაცას თქვა ბევრი ხორციელასება, შევჭამოთ და მეორე დღეს ვიყოთ შესაბამისად უფრო შევსებულები ჩატვირთულები.
რასაც ახლა თქვა სხვა რაღაცებს შევეხები, რაც შეიძლება რომ თქვა, აი ისეთი რაღაცა ბევრი ექსპერიმენტები გამიკეთებია, ძალიან ბევრნაირი რა და ბოლო ხანებში ყავს უცხოელი ერთი ბიჭი არის ევროპიდან და შესაბამისად სადღაც მიახლოებით ვიტყოდი რომ ერთი 6 თვის განმავლობაში და აქტიურად ამ რაღაცების გამოყენებაში მიახლოებით 3 თვით ავისხით მიახლოებით ალბათ ერთი 10, 11, 12 კილო. აი ცვეთში ხარისხიანი რა, რადიკალურად სხვანაირი ტიპი გახდა. უბრალოდ ისეთ თემა არის რომ ამ სქემას ვიტყვი მე ბოლოში რა და აღნიშნავ როგორ სიტუაციას კიდე. ბიჭები, რაც შეეხება პეპტაიდებს, რასაც გარკვეულად რეკლამაში აგდებს, რასაც თქვა გარკვეულად რაღაცა თქვა ან რომელიმე საიტებზე ვიგდებს. უნდა ხდებოდეთ თქვენ ერთ რაღაცას. ყველა აბსოლუტურად გინდა ქრომატოგრაფიის ანალიზები, გინდა თქვა რაღაცა ნებისმიერი თქვა გარკვეულ რაღაცა ფურცელს, რასაც თქვენ გაძლევთ შესაბამისად თქვა გამყიდველი. ეგ შესაძლებელი იყოს გაკეთებული ფოტოშოპით. ელემენტარულად ვაფშე რა. აი easy breezy-ზე იმენა. მეორე ნიუანსი. რადგან ვიღაცა თქვა კომპანიას ან ვიღაცას აქვს გარკვეულად იმენა საიტი, ხალხს გონიათ რომ ეგ არის ოფიციალური. როგორ უნდა კონდეს ოფიციალური საიტი რომელიმე სტეროიდების ფაქტიოდ კომპანიას, როცა ყველა სტეროიდები არის აკრძალული იმ კუთხით, რომ რამოდენიმე არის დაშვებული ტესტოსტერონი, ნანდროლონი, ოქსანდროლონი, თუ არა ვცდები და კიდე რამოდენიმე. ანუ ყველა გარკვეული საიტი რაც არის, ეგ საიტი რაც კი არის ნორმალური საიტები, ძალიან ბევრი იბლოკება ხშირად და ეგ არ ნიშნავს იმას საიტის გაკეთება ღირს უხეშად $100-დან მაქსიმუმი $400-მდე რო გააკეთონ. საიტი ეგ არ არის იმის ინდიკატორი, რომ უეჭველი ხარისხიანი ალაგია. ეგ ნიუანსი არის. მეორე ნიუანსი, რასაც თქვა კიდე რაღაცა ზევიდან აწერია, ეგეც არ არის 100%-იანი გარანტია იმის, რომ შიგნით ნივთიერება რაც არის და ქრომატოგრაფიის აპარატზე რო წახვიდე და თქვა, ჩააბარო, ეხლა ხანს იყო ერთი სიტუაცია, მოსკოვში მყავს ერთი კლიენტი, საკმაოდ მდიდარი და ყველაფერს ძალიან სკეპტიკურად უყურებს და ყოველთვის აი გადავაბაროთ. რაღაცა გარკვეული პეპტაიდები დაითრია ჩინეთიდან, იაფში, ვეუბნები არ იქნება ხარისხიანი სვეტში, რა იქნება აი ნაგავი, გამზადებული სადმე, სადღაც ისეთ არაჰიგიენურ პირობებში, როგორც თქვა, აი მექანიკური ქარხანა იყო, რაღაცას აკეთებენ, რავი, მეტალს და ასვარკავებენ რაღაცებს, აი მასეთ პირობებში ვეუბნები რა. მიიტანა და აი purity რაც არის ფაქტობრივად ხარისხი, ხოდა მიახლოებით ერთი 65-დან 70%-მდე და დანარჩენი ღმერთმა იცის რა არის, ნაგავი და ცუდი. უზომოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხარისხიანი პეპტაიდები ნოენდობოდეთ ადამიანს, просто ვინც ლამაზად ჭიქჭიკებს და ლამაზად ტექსტს გწერთ თქვენ AI-ის დახმარებით, ეგ იმას ანიშნავს, რომ იმენა ის იქნება, რაც შიგნით არის. ლამაზი ყდა, ლამაზი კოლოფში ორდევს, ლამაზად საიტირო და ლამაზად რაღაცა ვიღაცების გესაუბრებად. ეგ არ არის იმის ინდიკატორი, რომ უეჭველი იქნება ხარისხიანი. ვიტყოდი ალბათ იმ სიტუაციას, რომ მე ამ თემაში ვარ ალბათ სპორტის თემაში უკვე მიახლოებით 22 წელი. და რაც შეეხება იმენა ფარმაკოლოგიის კუთხითაც პირველად რომ გავსინჯე ფაქტობრივად მეთანი მაშინ ვიყავით 15-16 წლის. მეთანი გავსინჯე მაშინ იყიდებოდა კიდე აქტიურად ზებოლი, ნანროლონ დეკანონატი 50 მგ-იანი 50 მგ იყო მილიწზე, სათავე ამპულები იყიდებოდა საფთიაქო. ეგ მქონდა თავიდან პირველი ციკლი რა, შესაბამისად და მაშინ ნორმალურად კიდე იყო ხარისხი და რაღაც, იმიტომ რომ რო ხდებოდეთ თქვენ როგორი თემა, რაც კონკურენცია მეტად გაჩნდა და რაღაცაში თქვა ბიზნესი და მაყურთი შოუება, ყველა ცდილობს რომ თავისკენ დაიფაროს საბანი მაგამხრივ რა, ანუ ბევრი კომპანიები აკეთებენ აი ალაბალაზე რაღაცას, კაროჩი რაღაცას გაიგებენ, რაღაცას იმას იზავენ და ისე ამზადებენ რაღაც underground-ს, არასწორი პროპორციით შესაბამისად თქვა იქ ბენზინ ის რო არის ბენზოატი გარკვეულად იქ პროპორციონალ გამზადდეს რაღაცა გარკვეულად იქ ზეთი უნდა იყოს ხარისხიანი, უნდა იყოს ზეთი რამოდენიმე და ბევრი ნაგავი ყრია, ალბათ ახლა პიკი არის, რაც ალბათ არის ნაგავია. 2022 წელს რაც ომიანობა დაიწყო ფაქტიურად, მაშინდელი და უკვე წამოვიდა დეფიციტი, აი ქორიონული გონტროპინი ვაფშე ვერ შოებოდა ფაქტიურად, აი იყო ძალიან რთული მაგის შოვნა და კიდე ასევე შეწყვიტეს ძალიან ბევრი ისეთი ხარისხიანი სტერიკების დასინთეზირება, როგორც არის თქვა, აი პრიმამბულანი და ოქსანდროლონი. აი პრიმამბულანი და ოქსანდროლონი ახლა თუ თქვენ მაგალითად სანმე თეულობთ, რა ვიცი, 180-200-ლაში, აი გეუნებით ცოტში რომ მანდ არის სითხეში იქნება ტესტოსტერონი და ოქსანდროლონში ღმერთმაგნასო იყოს ან თქვა ტურინამბული, ან კიდე თუ გატკიებთ სახსებს, ესე იგი არის ვისტროლი. ამიტომ ისეთ თემა არის, რომ რა ვიცი, ჩემი პროსტა ალბათ უფრო გარკვეული ვიდეოები არის უფრო ის, რომ რაღაცა რეალურად უფრო
აი შავი სამყარო, შავი ვარიანტი და უფრო ისეთი ინფორმაცია გაგიზიაროთ, რაც რა ვიცი, ალბათ ლაპარაკობენ იქით უფრო უცხოეთში, იმიტომ რომ აი რასაც ქვია true biohacking, იმიტომ მიწერია რომ მინდა მაქსიმალურად ისეთ საინტერესო ინფორმაცია იყოს. პეპტაიდების თემას ნუენდობით და ნუეშურებით ფასს რა, აი ნუეშურებით თქვენ თქვენში შეკავთ, კი სამინომჟავოა და რაღაცა ბაზარი არ არის, მაგრამ აი თქვენში შეკავთ, არ იცით კიდე რა, ანუ გარდა იმისი რომ როგორც თქვი რომ შინ შეიძლება 1000 რაღაცა თქვა ისეთი მეტალები და 1000 პრიმესები იყოს გზათა რა, რომლებიც არ იცი რას იზავს მე დროთა განმავლობაში რა. ამიტომ ყოველ წამი დაფიქრით მაგ ვარიანტზე. ეხლა გადავედით იმ აზე რომ თქვათ თუ გვაქვს ცვეთში ხარისხიანი პეპტაიდები დათრეული. ეს ციკლი არ არის ბიჭები, არ გეტყვით რომ ეს ციკლი რაც ახლა ლაპარაკობ ღირს 500-600 წელი, ღირს საკმაოდ ძვირი. მე ვიტყვი როგორ სიტუაციას. მასის მომატებას თუ მივა საუბარი, ხაზგასმით ვიტყვი რამოდენიმე რაღაცას. გავუსმევ ხას ალბათ 2 პეპტაიდს და მე მესამეს ჩავაყოლებ და ახსნე რისთვის ჩავაყოლებ. MK გვაქვს უეჭველი, იმიტომ რომ კალორიები გქონდეს, ვიყოთ შესაბამისად ცოტა მადა გქონდეს აღზნებული, რომ გვინდოდეს კალორიების და მაცივრის გადადგურება. მე შესაბამისად ალბათ ყველაზე ალბათ ცვეთში მუშა იმ პონჩი რომ მაგრად ეხმარება კუნთოვანი ქსოვის ზრდას შევეხებით ამაზე არ შევხებულო რომ ამას დავიწყებულია, მაგრამ old school-ისაა, მაგრამ ძალიან მაგარი მუშა პეპტაიდი არის GHRP B6. ცოტა ოდნავ მატებს მადასაც. რეალურად ძალიან ჯიგრულად ეხმარება походу აღგენით ვარიანტს და ძალასაც ძის ჯიგრულად, ანუ კოლაგენის სინთეზსაც ხოშიანად იმენა აჩქარებს. ეგა და კიდევ ვიტყოდი როგორ სიტუაციას. ყოველთვის გინდა რომ ვიყოთ კიდე ნებისმიერი სტიმულატორი რაც არის დისჰორმონის. ყოველ საინტერესო დისჰორმონი კი კაია, მაგრამ კიდე არის ინსულინის IGF-ი არის. ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი თუ ჰორმონი აღარ მახსოვს მოკლედ ეს არის რუსულად მოხს დამახსოვრებული და IGF-ი რა მიხვდებით მაგ სიტუაციას რომ მოხდეს IGF-ის შესაბამისად ლეველი საწევა უნდა გქონდეთ თქვენ ძალიან მაგარი ჯანმრთელი ღვიძლი და მაგის შესაბამისად გარკვეული რაღაცა კონვერსია სინთეზი ხდება უფრო ღვიძლში ცოტა თირკმელებშიც და ეგეც აქვს ძალიან ინდივიდუალური ყველას ანუ IGF-ი რო თქვათ ვიღაცას თქვათ ელემენტარულად დისჰორმონისგან უხეშად რეფერალური თქვათ ზედაზღვართან მიუვა 4-5 ერთეულის დისჰორმონი თქვათ რაც არის აი თქვათ ელემენტარული შეიძლება იყოს იგივე თქვათ წონის და იგივე ტიპაჟის მიახლოებით ადამიანი და დაშიდეს იმას მიახლოებით 8-12 ერთეული ამიტომ მელიშათ IGF-ი უკვე მზა ღირს ძვირი LR3 რომელიც არის პროლონგირებული მოქმედების იდეალური ვარიანტი არის კვირაში მიახლოებით 1-3 ჯერ რო გაკეთდეს ახლოს იმ ვარჯიშის შესაბამისად დღეებში ძიმე ვარჯიში გქონათ 3 ვარჯიშის შემდეგ მაგალითად მე ესე მქონდა პეცების ფაქტიოთა პეპტაიდების ვარიანტის სქემა დალაგებული მაგისთვის GHRP გქონდა დღეში 2 ჯერ ხან დღეში 1 ხელ დოზირებაც ძალიან ინდივიდუალური შეიძლება დღეში 2 ჯერ გაკეთდეს მიახლოებით რა ვიცი 200-300-500 მიკროგრამი რა უხეშად MK იყო მიახლოებით 1-15 მილიგრამის საშუალოდ და IGF-ი გქონდა მიახლოებით 50-დან 80 მილიგრამამდე ავედით მე ნენელა რა და რეალურად კაი შედეგს იძლევა თქო როგორც თქვი მიახლოებით ეს სქემა იყო მიახლოებით 1-3 თუ შეიძლება სამთვეს ცოტა ზევით მიახლოებით 1-11-12 კილო აი კაი ისე რომ არ ვიტყოდი რომ ბინძური ხორცი და რაღაცა რა ძალიან ამიტომ მაინც მასა და რაღაც დიჟინები იკაია ბიჭები გევასებათ მაგრამ თქვენ ხდებოდეთ როგორ სიტუაციას რაც მოკლე პერსპექტივაში თქვა იმატებთ ძალიან რესკად რაღაცა დიწონას აი უხეშად მე ვიცი ტიპები რომ 4 თვეში და 5 თვეში მოვუმატეთ 15 კილო 17 კილოგრამის პიზდეცი ფაქტიურად სიზარღვარი სისტემისთვის ენდოთელიებისთვის რა ვიცი გულისთვის და საერთოდ წნევისთვის ამ თქვენ ვიცით ყველაზე ჩუმი კვლელი რაც არის ეგ არის წნევა აკონტროლეთ უეჭველი და აი ეს რაღაცა პიკები არ ევასება ორგანიზმს ევასება უფრო სტაბილური ხოდი მე სულ მეღა დავებიადე რომ ბიჭო შენ ფორმაში ხარ რაც ანუ ფორმაში იმიტომ რომ TRT-ზე ვარ უკვე ფაქტობრივად გამოდის 5 წელზე ზევით რა და არაფერს ისიც არ შვები და სულ ერთაირი ვარ როგორც ვარ მაგრამ სტაბილურად ვარ ერთი წონა მიჭირავს ერთი აქტიურობა ერთი კოლორაჟი აი ეგ არის ალბათ ვიტყოდი ყველაზე კაი ვარიანტი სტაბილურობა ევასება ორგანიზმს ამიტომ ნუ მირბიხართ რომ აი მოიმატოთ იცოდეთ რომ თუ თვეში იმატებთ უხეშად ერთი 3-4 კილოზე ზევით თავიდან ბევრი მოდის კიდე ფათიც რა მქონი რომელიც ვაფშე არანაირი სარგებელი არ მოაქვს ვაფშე არაფერთვის რა და ალბათ ვიტყოდი როგორ თემას კიდე ჩავაქსოვდი ბარემ აქ მოკლედ ძალიან მე მევასება ძალიან ტესამორელინი ვიკეთებ ხშირად და ბოლო ხანებში კვლევები რაც საჩვენებს იმ სურათს რომ ალბათ ერთადერთი ისეთი ნორმალური პეპტაიდია თუ არ შევეხებით ხარ რაღაცა გარკვეულად თქვა თან რეტას ან არ შევეხებით თქვა ტირზეპატიც ან სემაგლუტიც ვისეროლ ცხიმს წვავს ვისეროლ ცხიმს ახლა გიხსენთ როგორი სიტუაცია არის ფაქტიურად
რაც ჩვენი ორგანოები შიგნით არის ცხიმის გარეშე, ანუ არ აქვს მოდებული ეს ბადე ცხიმის, მით უფრო ლოგიკურია, რომ ფუნქციონირებენ უფრო კარგად, ანუ უფრო მუშაობენ კარგად და რა ვიცი, ყოველს ორგანოები გვაქვს სათითაო რა ფაქტიურად და ისეთი თემა არის, რომ რაც უფრო ჯამრთელი გვექნება შიდა ორგანოები, მით უფრო დიდხანს ჯამრთელად ვიცოცხლებთ. ამიტომ ტესამორელინი ვიტყოდი უფრო ახლო არის ბაზარი არის ძის ჰორმონის სტიმულაცია, რაღაცა თქო აღდგენითი ვარიანტი, ძილსაც აუმჯობესებს, ხორცსაც ცოტა ზდის, ცოტა ბურთავს, აი ცოტა თითქოს აყენებს რაღაცნაირად რა. შიდა უჯედულ წყალს, აი რაღაც ისეთ დაფაფული ხარ თითქოს. ბაზარი ყველაფერი კაია, მაგრამ ყველა დიდი პლუსი ის არის, რომ ვისცერალ ცხიმს წავს ცოტა. ეგ არ ახდება ბიჭები ერთ თვეში და თვენახევარი ციკლით. თუ მივასაუბარი ტესამორელიზე და უხეშად თქვათ მივდივართ მაგის ციკლზე, პისტე ძვირია, მაგრამ ჩვენი ორგანოებიც მეგონი საკმაოდ იაფი არ ღის რა ზოგადად და მიახლოებით 1-2 თვენახევრიდან ზევით უნდა გაკეთდეს ციკლი რა. მე ვიტყოდი მიახლოებით 1-3-4 თვე უნდა გაკეთდეს ციკლი და კვლევებშიც იყო მიახლოებით დაჟე 5-6 თვე და მასე იკეთებენ მაგის ციკლს რა. დაჟე კიდეც მცირე დოზირებები. ტესამორელინი ჩვენ გქონდა მე ბოლოში. უფრო იმ კუთხით რომ ვისცერალური ერთი ვარიანტი და კიდე გზად უბრალოდ აღდგენითი ვარიანტი რა. პეპტაიდების ძალიან დიდი პლუსი ის არის რომ სინერგირდება ერთმანეთში მაგრად. იმიტომ რომ აქ თქვენი შესაბამისად კაპიტანი ბოლო წლების განმავლობაში რასაც მე ნატანჯი მაქვს ჩემი ორგანიზმით და იმდენი ექსპერიმენტი ჩატარებული მერწმუნეთ რომ საქართველოში ცვეთში არავის არ ექნება იმდენი ექსპერიმენტი და იმდენი ფული გადაყელი ანალიზებში და ბევრ რამეს ხო არ ვალაგებ კიდე რამდენი რაღაცა საიდ ეფექტები მომდის მე იმიტომ რომ ფაქტობრივად ეგ არის ჩემი პროფესია ზუსტად მე გავდივარ ისეთ გაიდებს ჩემ თავზე რაც შესაბამისად არის ის ვაფშე არავინ არც ხელოვნურმა ინტელექტმა და ასე შემდეგ რა და ვიტყოდი იმ თემას რომ როცა მქონდა მომზადებები თქვა რაღაცა გარკვეულ კროსფიტისა მიცდია ძალიან დიდი დოზები თქვა მოცის ეს 31 და კიდე აი იქ არის იდეალურად აი ცალსაკეც მიცდია მაგრამ არა როცა იქნება რაღაცა გარკვეული ჯაჭვი შიგნით ცვეთში გენი მუშაობენ ძალიან იდეალურად რა. ამიტომ ისეთი პოლტიარი ეს კომბინაციას გაგიზიარეთ GHRP, IGF-ი ვარტოვანიშის თვეებში, MCAT-ს კვირაში 1-4-5 ჯერ, GHRP ყოველ წუთში უნდა გაკეთდეს რა. კაი ვარიანტი არის აი მასისთვის, რასაც ქვია რა, ისე თქვა აი მასა გიდოდათ და რაღაცა, აი ეგ იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი რა და თან გზად ბიჭები გეტყვით როგორ თემას, მაგარ ბიოჰაკს გეტყვით. რადგან ჩვენში არის რამოდენიმე საინტერესო რაღაც მექანიზმი რა, ეს ყველაფერი აქტიურებს mTOR-ს. ესე ვთქვათ, გამრავლების, ქსოვილების გამრავლების რაღაც გარკვეულ გზას. გზათვე, რომ ნორმალურად ვთქვათ, კიდე მოხდეს ისიც, რომ რაღაცა მივიღოთ ისეთი, რაც ვთქვათ, კიდე ტესტსაც აწევს, ეგ იქნება ვაფშე იდეალური. სადაც განიხილეთ, გინდა ვთქვათ, კისპეპტინი 10. ძალიან დაბალი დოზები, გინდა კვირაში 4-5 ჯერ. 100-150-200 მიკროგრამი. გინდა ვთქვათ, ენკლომიდი თუ არის ფინანსები, ეგეც 25 მილიგრამი. გინდაც კლომიდიც წავა მაგ სიტუაციაში, რომ მოხდეს სტიმულაცია ცოტა საინტერესოდ უფრო რა. ანუ ჩვენ ვთქვათ, ვასტიმულიზირებთ ამით ზის ჰორმონის მექანიზმებს, IGF-იც გვაქვს გარედან, კვირას 3-4 ჯერ, ტესტოსტერონს უკეთებთ level up-ს შესაბამისად ARMA სერმსებით და ამ პეპტაიდიცაც ვთქვი და კიდე შეიძლება რომ რაღაცა ვთქვათ, ყველა ვიცით რომ რაღაცა გარკვეული მექანიზმი მიოსტატინი უარყოფითია, რომელიც ესე ვთქვათ, ბლოკავს ჩვენს ცილოვან სინთეზს, აღდგენას და ასე შემდეგ, მაგის ინგიბირება გავაკეთოთ შესაბამისად ეპიკასეტინი, ესეთი გარკვეული ნივთიერება არის სცენარეული. ანუ აი ეგ არის ყოველთვის ზუსტად ბიოჰაკინგი რომ აი რაღაც რამოდენიმე გზაზე შეიძლება რომ კაცმა მიმოქმედოთ რა. გზად ამასთანავე მაგალითად კიდე შესაძლებელია დაჟე კაცმა განიხილოს რაღაცა ვთქვათ ფარისებულის თითოეულ საპორტი და რაღაც გარკვეული ეს ბლადორაკები, სელენიუმი და ასე შემდეგ რა. მოკლედ მე მაქვს ისეთი ფანტაზია პროსტა რომ აი ბევრი ხალხი მოდიან ძალიან კონცეფტზე და აი ესე დაჭრილი თვალებით გარბის ხოლმე 1 საათი რომ ბევრი ფანტაზია მომდის ხოლმე ამ თემებში იმიტომ რომ რავი აი რა არ მაქვს ალბათ გასინჯული და ყოველთვის სხვა ახალ-ახალ ძიებაში ვარ და ტესტავ რაღაცებს ეგ არის ფაქტიურად რა თუ გაგისწორდებათ თქვათ რაღაცა გარკვეული ვარიანტში რომ გადავიღო რაღაცა იქნება პატარა მინი გაიდი ადრე მქონდა გადაღებული შესაბამისად დახრული ჯგუფი მინდა რომ მოვხოდო ტელეგრამში რა და მინდა ერთი კაი ვიდეო გადავიღო სახში რასაც უბერავ დანამატებს საფრთხეთებს ეხლა ძალიან ბევრებს უბერავ ალბათ შეიძლება ერთი მინიმუმი 25-30 ბადი მაქვს დანარჩენი ისეთი განსაკუთრებული არაფერი რა ესეთი ბიჭები ვიდეო დღეს რა ვიცი შეგიძლიათ სცადოთ просто იჩალიჩეთ და ეცადეთ რომ მაქსიმუმ ხარისხიანი უბრალოდ სანდო ხალხისგან დაითროთ ეს ვარიანტი რა
და ეგ არის ფაქტობრივად ესეთი პატარა ვიდეო გამოვიდა 24 წუთი. ყველა ბიჭები მთავარია გისურვებთ რომ ყველა ყავდით ჯანზე, ყველა ვინც აქტიურობთ, ყველა ვინც მიწევთ კომენტარებს, ყველა ვინც რაღაცა ვარიანტში ნორმალურ SMS-ებს მიწევთ დაირექტში, ძალიან სიამოვნებს, ძალიან მაზოს ეგ მოტივაციას. ეხლა მაგარი ალერგიული პერიოდი მაქვს ყოველთვის რომ წამოვა, ეხლა ვარ ამი სტამინებზე ვზივარ, მაგრამ ხვირი მაინც გაჭედილი მაქვს, რაღაც მაინც ვარჯიშობ, პერფორმანსი ეხლა მაქვს ვიტყოდი ცუდი. მაგრამ არა უშოს რა. მინდა რომ YouTube-ზე რაღაცა მოღავი მაქვს, მინდა რომ 100 პოდკასტი გამომივიდეს რა. ბიოჰაკინგ პოდკასტი შევკრა რა, ვირამდეზე ვარ აღარ მახსოვს ზუსტად რა და რაც მეტად იაქტიურებთ და გადაუზიერებთ, პროსტა უბრალოდ აი ძალიან მადლობელი დაგჩებით და ახლო ხანებში შესაძლებელია თუ რამე მოთხოვნა წამოვა, რამე ჩელენჯი ხო არ ბრახუნოთ ესე ვიტყვი რა, რამე ჩელენჯი ხო არ გავაკეთოთ, სადაც გათამაშებას ვიზავდით, იმიტომ რომ ადრე ბიოჰაკერ სკვად ჩელენჯი მაქვს შეტარებული რა და რამე წამახალისებელი პონტი თუ გაგისწორდება, სადაც თქვა გავათამაშებ MK-ს, Epic-ასეთის თქვა და მსგავს რაღაცებს კიდე საჩუქრებს რა. თუ გაგისწორდებათ, ეგეც თქვა ბევრი უნდა მოგროვდეს რეალურად თქვა კომენტარი რა. და მაგასაც მაგ თემასაც რაღაცას ვიზავ რა, წამახალისებელ პონტს. ივარჩეთ ბიჭები, თავარი გისურვებთ ყველანი იყავით ჯანმრთელები და ხშირი შეკითხვა რატო იმენა, короче, ეს ჩემი თემა იმენა კროსფიტი რა. მოდით აი ძალიან მოკლედ თავხსნი როგორ თემას. ბოდიბილდინგი კაია. ყოველთვის ადამიანს გინდა რომ გამოიყურებოდე ნორმალურად, მაგრამ ბოდიბილდინგზე მეც ვარჯიშობდი და რაღაცა, მაგრამ ეგ არის უზომოდ რთული სპორტი რა. პერფორმანსის ვარიანტში ვაფშე გამორიცხულია მან. იმიტომ რომ მეც ვიყავი, კაჩაობდი მარტო, მაშინ გარკვეულად აი რაღაც აერობული პერფორმანსი მქონდა 0 რა. თუმცა საუბარი რაღაც არის თქვა საბჭიზე, მანდ უნდა ქონდეს სამაგარი გენეტიკა, თუ რომ სახსები ქონდეს დიდი ჯანზე, თუმცა საუბარი weightlifting-ზე იგივე თემაა, თუმცა საუბარი კლავჭიზე უნდა ქონდეს შესაბამისი წესები ჯანზე და ეს ჰიბრიდული პერფორმანსიც მევაწვევი ფაქტიურად რა. ეს უფრო სხვა მიმართულებაა, ანუ გამოიყურები შესაბამისად თქვა ნორმალურადაც, ანუ ვიზუალურად, ანუ არ ხარ ძალიან ისეთ ვარიანტში, ცოტა ხოთზე ხარ რა და შეგიძლია ჰიბრიდულად ყველაფერი. ცოტა მძიმესაწიო, ირბინო კიდევაც, არ დაიღალო კიდევაც და იყო განვითარებული მრავალ ფუნქციონირებულ ვარიანტში რა. ამიტომ ბიჭები, ვისაც თქვა გინდა დახმარება ნებისმიერ ვარიანტში, რავი, გინდა თქვა ანალიზები, გინდა თქვა რაღაც ვარიანტში საფლემენტები შედგენა, გინდა სამე ვარჯიშის თემებში, შეგიძლიათ მომზადეთ ჩემთან კონსზე. ყველას ფაქტობრივად ბიჭები, დროებით ყველა იყავით ჯანზე. აბა, ადიოს.